ბიზნეს აგენტო ინტერპრესნიუსი ნინო წივწივაძე. მე მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ ზოგადად პოლიტიკური ამნისტია და ამ საკითხთან დაკავშირებით რეკომენდაცია ერთ-ერთ გადაცემაში გუშინ მოგცეს, რომელშიც მონაწილეობდა თქვენი და მთავრობის მრჩეველი გია ხუხაშვილი. საუბარია ეგრეთ წოდებული სიმართლის კომისიის შექმნაზე, რომელიც ასეთ საკითხებს განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებებს და რომელსაც ასევე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უფლება ექნება. ასევე მისი გადაწყვეტილება იქნება საბოლოო და გასაჩივრებას არ დაექვემდებარება. თქვენ რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ და რამდენად ხედავთ ასეთი კომისიის შექმნის აუცილებლობას მაშინ, როდესაც არსებობს პროკურატურა, სასამართლო და სხვა საგამოძიებო ორგანოები. მადლობა. მე ალბათ ვერ გავაკეთებ რეაქციას ჩემს დამოკიდებულებას კომისიასთან დაკავშირებით, მას სპეციალისტების ჯელობა ჭირდება, კვალიფიცირებული. შესაძლებელია რომ საფუძვლიანიც იყოს და მისაღებიც მე ერთ-ერთი წევრი ვიქნები და ამ წუთში თქვათ ესეთი მოკლე განცხადებით რამე მე არ მომისმენი არც მისი კარგად არ გამიაზრებია და ვერ გავაკეთებთ რეაქციას. რაც შეეხება ზოგადად ამინისტიას, ჩვენ ფიქრობთ, ჩვენი გუნდი ისევ ამინისტიაზე, ამინისტია უნდა შეეხოს არა მაღალი თანამდებობის პირებს, მე მაქვს ხედულობაში არ უნდა შეეხოს პარლამენტის წევრებს და არ უნდა შეეხოს მინისტრებს, როგორც მე ვიცი, ასეთი ტიპის იყო. სააკაშვილმა ეს თავის დროზე უარყო და ეს როგორც გაგრძელდა, ეს მე აღარ გავიხსენებ, როდესაც ორივე უმცირესობას და უმრავლესობას ერთდროულად ცდილობდით ჩვენ ამინისტიის კანონზე გვემუშავნა, ეს ჩიხში შეიყვანა თავის დროზე სააკაშვილმა. მე ვფიქრობ, რომ საშუალო და მცირე რგოლზე ამინისტიის შემოღება მოგვიწევს. პროცესები ხურდება, იცოდეთ. ჯერ მე როგორც ვიცი, ძალიან ბევრია განცხადება შესული პროკურატურაში, პროკურატურას ქონდა ძალიან ბევრი ინფორმაცია, მუშაობა მიმდინარეობს, გრძელდება და არ იქნება სასურველი, რომ მასიური საჯელები და მასიური დაპატიმრებები მოხდეს საქართველოში, რის ეჭვებიც არსებობს. შესაბამისად, აი ვნახოთ ახლოს როდესაც მივალთ და უფრო აშკარა გახდება პროკურატურის ქმედების შედეგები, შეიძლება ამ პროცესს დაუბრუნდეთ და მე ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება დადგება.